მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში. დღეს არის 38-ვე დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში აგრძელებენ პროტესტს. ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვენ ახლა ხედავთ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობას, სადაც პროტესტში მყოფმა მოქალაქეებმა გიორგი ხასაიას ფოტო გააკრეს, ასე რომ ვთქვათ, ელექტრონულად და თქვენ იცით რომ დღეს გიორგი ხასაიას გირჩი მეტი თავისუფლების წევრს, აქტივისტს რეჟიმის სასამართლომ ბრალი წაუყენა და მას ფაქტობრივად 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გელა ხასაია არის აფხაზეთიდან, ის გაგრაში დაიბადა, იქ ყავს მას ოჯახი, გაგრაში ცხოვრობდა ბავშვობიდან, შემდეგ მან სკოლის დამთავრების შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და ის აქტივიზმს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეც არ წყვეტდა და გიდად მუშაობის პერიოდში გელა ხასაია აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს ესაუბრებოდა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი არის საქართველო და დღეს ის არის ოკუპანტი რუსეთის მიერ ოკუპირებული, აგრესორი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ამის გამო ფაქტობრივად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გელა ხასაიას წინააღმდეგ დაიწყო დევნა და გელა იზოლებული გახდა, რომ დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი, მისი კუთხე მშობლიური და წამოსულიყო თბილისში. მან თბილისშიც არ შეწყვიტა, ასე რომ ვთქვათ, საქართველოს თავისუფლებისთვის და დეოკუპაციისთვის ბრძოლა, ისიც რომ ის აქტიურად იყო ჩართული იმ საპროტესტო აქციებში, რომელიც ქვეყანაში მე-9 თვეა მიმდინარეობს და მანამდე, ვთქვათ, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ის არაერთხელ იყო დაკავებული ქართული ოცნების რეჟიმის მიერ ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა ცოტა ხნის წინ 12 დღიანში და გათავისუფლების შემდეგ ის კვლავ დააკავეს, როგორც მისი ადვოკატი და უფლებადამცველები ამბობენ, ფაქტობრივად რაღაც აბსურდული და მოგონილი ბრალდებით არის გელა ხასაია დღეს დაკავებული. თუმცა მისი თანამებრძოლები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პროტესტში იმყოფებიან, აცხადებენ, რომ გელას უფლებებსაც დაიცავენ, ისინი არ მიატოვებენ მარტო რეჟიმის ტყვეობაში, გამოიხსნიან გელასაც სხვა პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვისაც იბრძოლებენ და ასევე იბრძოლებენ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ იყოს დეოკუპირებული რუსეთის მიერ, გათავისუფლდეს რუსული ოკუპაციისგან და დაუბრუნდეს თავის ევროპულ წიაღს და ბოლოს გაერთიანდეს ევროკავშირში, რა მიზანიც ამოძრავებს დღეს საქართველოს მოსახლეობას, რომლებიც ყოველდღიურად იცით რომ იკრიბებიან ამ ტერიტორიაზე, დღესაც არიან შეკრებილი მოქალაქეები და აპროტესტებენ ქართული ოცნების რეპრესიულ რეჟიმს ქვეყანაში, რომელიც კიდევ უფრო მეტად უჭერს მარწუხებს დემოკრატიას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და დევნის ყოველდღიურად საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის, ასე რომ ვთქვათ, 13 წლიან წლის თავზე ქართული ოცნების ფაქტობრივმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ერთგვარად აჯამებს, ასე რომ ვთქვათ, ამ 13 წლიან პერიოდს და აი ამ 13 წლიანი პერიოდის შეჯამების მიუხედავად მის წერილში, ვინც გაეცანით ალბათ იცით და ვინც არ გაცნობი ხართ, ამ წერილს გაქვთ შესაძლებლობა რომ წაიკითხოთ ნეტგაზეთის ან ბათუმელების გვერდზე გამოქვეყნებულია ეს წერილი. ბიძინა ივანიშვილი საუბრობს მხოლოდ მუხანათურ ღალატზე, აგენტებზე, გარემტრებზე საუბრობს და არაფერს საუბრობს მაგალითად იმაზე, თუ ამ 13 წლიანი მმართველობის პერიოდში რა გააკეთეს მაგალითად ქართველი ხალხისთვის სასიკეთოდ. ის რაც რეალურად გააკეთდა, ვთქვათ, რაღაც ქართველი ხალხის სასიკეთოდ ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის და ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ამ ყველაფერში ფაქტობრივად არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების, ევროკავშირის ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა ჩადებული და ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილს ამ სიკეთეებზე არ უსაუბრია, მას ამ წერილში არ უხსენებია არც
ამერიკის შეერთებული შტატები, არც ევროკავშირი არ ხსენებია მათ შორის არც ოკუპანტი რუსეთი, არ უსაუბრია იმ საფრთხეებზე, რა საფრთხეების წინაშეც აყენებს რუსული ოკუპაცია ჩვენს ქვეყანას, თუმცა სამაგეროდ ისაუბრა მან რაღაც ქვეყნის მტრებზე, ისაუბრა გარეძალებზე და ფაქტობრივად მან ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ეძახა ამ წერილში გარე მტრების ინტერესების გამტარებელი, ფაქტობრივად აი ამ ფორმით შეეხო ვთქვათ ის ევროპულ ინტერესებს ამ ქვეყანაში ამ წერილში ფაქტობრივად მან ისაუბრა რაღაც მის წუხილებზე და იმაზე რომ შიგნით პარტიის შიგნით თურმე მოღალატეები ჰყავს და ეს მას გულს ტკენს და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ეს წერილი არაფერს არ აძლევს ქართველ ხალხს იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს ქუჩაში დგას და იბრძვის საკუთარი კეთილდღეობისთვის, ევროპული მომავლისთვის, იმისთვის რომ ამ ქვეყანაში იყოს დაცული თითოეული მოქალაქის ჯანდაცვის უფლება, სიცოცხლის უფლება, იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული. ის მხოლოდ საუბრობდა მოგონილ საფრთხეებზე, რაღაც მათივე შექმნილ არარსებულ მტრის ხატებზე და საუბრობდა შიდა მტრებზე, რომელიც პარტიაშია და შიგნით ებრძვის პარტიას და ღალატზე. არაფრის მომცემი წერილია პრინციპში ქართველი ხალხისთვის ეს. აი აქ ლაივში ალბათ ადევნებთ რომ დაბადების დღე აქვს ერთ-ერთ მოქალაქეს და ასე აღნიშნავენ აქ აქტივისტები, მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ ინტერესებს იცავენ და ხო, საუბრობდი ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით. მე შევეცდები აქ მყოფ მოქალაქეებს გავესაუბრო მაინც ამ წერილთან დაკავშირებით და მოვისმინო მათი აზრი, რა წაიკითხეს ივანიშვილის წერილში და რაზე დარდობს ივანიშვილი ამ წერილში და საქართველოზე და ქართველ ხალხზე რომ არ დარდობს, ეს არის ფაქტი. მალხაზ ჭკადუას ვხედავ ლაივში. მალხაზ, მოგესალმები ბათუმელების ჩართვაში ხარ, ახლა ვისაუბრებოდი ჩვენ მსმენელებს ივანიშვილის წერილზე, რომელიც მან 13 წლიანი მმართველობის წლის თავზე, ასე რომ ვთქვათ, გამოაქვეყნა. ნახეთ ალბათ ეს წერილი და პრინციპში ამ წერილის რეფრენი, რაც ყველაზე ხშირად ისმის, ეს არის მოღალატეები, გარემტრები, რაღაც მუქარის ტონი და ასე შემდეგ, ხო? რა მდგომარეობაშია თვითონ აი ამ წერილის მიხედვით ქართული ოცნება ივანიშვილი და რაზე მეტყველებს აი მისი მუქარის ტონები თუნდაც რომელიც შიგადაში იგრძნობა ამ წერილში. ბოლშევიზმის გაცვეთილი ტრადიციების გათვალისწინებით დაწერილი წერილია. საუბარი მუდმივად გარემტრებზე, შიდამტრებზე, ადამიანებზე, ჯგუფებზე, რომლებიც თურმე სახელმწიფოებრიობას ებრძვიან, თურმე ქვეყნის სუვერენიტეტს გვართმევენ, თურმე გვაერთებენ რაღაცა დასავლეთს, უცხო ძალებს და ასე შემდეგ. რო გადაშალოთ 30-იანი 20 წლების საბჭოთა პრესა, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში შემონახულია ძალიან ბევრი ეგზემპლარი, ზუსტად ასე საუბრობდა მაშინდელი რამდენიმე ბელადი, განსაკუთრებით სტალინი, ახლა სტალინი და ხათაშორის ბევრმა გაიხსენა ეს წერილები და დღეს აშიარებს სოციალურ სტალინის და ივანიშვილს ერთმანეთს. როგორ შანს იწერს ამ წერილებიდან, ხო? მაგრამ სულისკვეთება ძალაუფლების მიტაცებისა ერთი და იგივეა და სურვილი, რომ ეს ძალაუფლება როგორღაც შეინარჩუნებ. როგორ შეინარჩუნებ ძალაუფლებას უბრალოდ ყბადაღებული ორ ნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობს შენი ყველა მინისტრი და ამ დროს ქვეყანაში 710,000 ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას. ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი 250,000 ბავშვზე მეტი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა. სკოლებს ვერ ამონტებენ მაშინ, როდესაც კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ქართული ოცნების დეპუტატებთან და მათი ოჯახის წევრებთან, არ აკეთებენ თავიანთ საქმეს. ხალხს წყალი არ აქვს, აგერ ვაგოდერში და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში დიდ წყალდიდობაში ებრძვიან ადამიანები. ნალექის გამო ადამიანები დარჩნენ ყველაფრის გარეშე და ამ დროს თქმა უნდა უნდა ილაპარაკო იმაზე, რომ ვიღაცები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გვირებენ ვითარებას, რომ ყველაფერი იდეალურად არის, ხო?
ვერ ილაპარაკებდა ეკონომიკურ განვითარებაზე, ვერ ილაპარაკებდა დემოკრატიაზე, ვერ ილაპარაკებდა ადამიანების დაცულ უფლებებზე, ილაპარაკა რა თქმა უნდა რაღაცა ჰიპოთეტურ მტრებზე, რომლებიც თურმე ქვეყანას სახელმწიფოებრიობას აცლიან და თუ ვინმე აცლის ამ ქვეყანას სახელმწიფოებრიობას და თუ ვინმე სუვერენიტეტს გვართმევს რუსეთთან მიერთების ხარჯზე, ეს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილია და ქართული ოცნება მას დასჭირდა 13 წელი, ცოტა უფრო ნაკლები და პრინციპში ბოლო რამდენიმე წელი, განსაკუთრებით პანდემიის მერე, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ ყველაფერი ძალიან ცხადია, თუ ვიზზე აკეთებდა, ვიზზე გააკეთა ფსონი ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ მცდელობა, რომ საკუთარი ამომრჩევლის კონსოლიდაცია მოახდინოს, ეს არის კიდევ ერთი ეს წერილი, უფრო შიდა მოხმარების არის, ვიდრე გარე მოხმარების, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის 1 ოქტომბრის 13 წლის თავზე გავრცელებულ წერილს ახლა საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებას იმდენად მიაქცეს, რამდენადაც მათთვის ყველაფერი ძალიან ცხადია და რო ცხადია, ამიტომაც არის, რომ ივანიშვილის მთავრობის წევრები არიან ერთი მეორეზე სანქცირებულები, შესვლა აკრძალულები, მათი ბევრი ქონება უკვე დაყადაღებული არის, სანქცირებული არის, ჩეხეთი იქნება ესპანეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა და ივანიშვილი სისტემა, რომელიც საკუთარი ყოფილი წევრების შეჭმაზეა გადასული, ახლა ცდილობს როგორღაც დააჯეროს, ასე ვთქვათ, მის ხარდამჭერებს, გულანთებულ ხარდამჭერებს თუ ასე ვთქვათ, ანგარებიან ხარდამჭერებს, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ ამ არჩევნებსაც კარგად ჩავატარებთ, რომ გავიმყარებთ უმრავლესობას, გვერდება ლეგიტიმაცია და მერე სულისვით გავანადგურებთ ჩვენს მტრებს. ეს არის მთავარი ამბავი ამ წერილს. მეტი სხვა სათქმელი ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხისთვის არ აქვს, იმიტომ რომ მისი არც ერთი დაპირება ქვეყნის უკეთესობასთან დაკავშირებით არ შესრულებული, ხო? ეს მომენტია და რამდენი წელი ქართულმა ოცნებამ ივანიშვილმა გაუცრუა იმედები, ხო? საკუთარ ამომრჩეველსაც კი, რომელსაც პირდებოდა, რომ ევროპაში შეყავდა, მერე ნახეს მოატყუეს და მოატყუა და არჩევნების მეორე დღესვე უთხრა, რომ არ შემყავხარ ევროპაში. იმ შერჩა კი ეს გულანთებული ამომრჩეველი და რის ხარჯზე შერჩა ამდენი ძალიან მცირე ნაწილი არის ადამიანებისა, რომლებიც პროპაგანდას არიან აყოლილები და სამწუხაროდ მათი საინფორმაციო ველი არის ამით დაბინძურებული და მეორე ნაწილი, რომელიც მუშაობს საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამსახურში. ამ ადამიანებს ნებისმიერი ყევა აშინებთ, იმიტომ რომ პირველი ან ძალიან ბევრი აქვს დაშავებული და იციან რომ თქვათ შესაძლო პოლიტიკური ცვლილების შემდგომ მათი ადგილი იქნება მორყეული და შეიძლება დადგეს მათი პასუხისმგებლობის საქმე, ან მეორე არაფერი არ აქვს დაშავებული, მაგრამ ეს სტატუს quo აწყობთ, იმიტომ რომ დღეს შვილებს გაძივრებული ფასებითაც კი აჭმევენ და შეუძლიათ რაღაცა მედიკამენტებს გაწყვეტ. ეს არის ვინ შერჩა მას სინამდვილეში ემიგრაციაში ყოფნა ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რასაც აშორებს ივანიშვილი ამ ქვეყანას. შიგნით ძალიან ბევრი ადამიანია, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ნეიტრალური ამორჩეველი, რომელიც ელოდება უბრალოდ მოვლენათა განვითარებას და რაღაცა ნაწილი ქართულ ოცნებას რაც აქვს შეჩენილი, ეს არის დაქირავებული მხარდამჭერი, ისევე როგორც დაქირავებულ მხარდამჭერებს ხედავთ ჩვენ თბილისში კახი კალაძის შტაბის წინ, სადაც ეგრეთ წოდებული სტუდენტურ მოძრაობაში ჩართული ახალგაზრდები სინამდვილეში აღმოჩნდნენ ტიტუშკები, რომლებიც თავიანთ ფალოს უჩვენებენ მოძრაობით აქციის მონაწილეებს. ანუ საქართველოს მოქალაქე. განაირად შეიძლება გჯეროდეს ქართული ოცნების, რომელმაც პრაქტიკულად ამოაყირავა ამ ქვეყნის ნაციონალური იდეა, იბრძოდა სუვერენიტეტისთვის, კაცმა ამდენ აბზაციანი წერილი გააჟღერა და სიტყვა არ დაუცრავს ოკუპაციაზე, სიტყვა არ დაუძრავს იმაზე, რომ რუსეთი არის პრაქტიკულად ქვეყანა, რომელიც დღეს ძალიან ცინიკური იყო 13 წლის თავზე, 1 ოქტომბრის 13 წლის თავზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომ სამხრეთ ოსეთში დემოკრატიული სახელმწიფოს კონტურები კი არ გამოიკვეთა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა, ანუ რუსეთიც კი ქართულ ოცნებას დასცინის პრაქტიკულად, ესე გამოდის ჩვენ დავინახეთ. სამხრეთ, აი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას დასცინის უკვე ქართულ მხარეს. თხოვს აღიარებას, ჩორჩანას საგუშაგოს მოშლას, პრეტენზიებით ელაპარაკება უკვე. გაგახსენებთ 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე, როცა ქართული ოცნება აი ირიბად პირდაპირ ამბობდა აფხაზეთის, ასე ვთქვათ, საკითხზე. იმავე დღეს არამხოლოდ დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც კი გაავრცელა განცხადება, რომ ჩვენ რას გველაპარაკებით, თქვენ უნდა ელაპარაკოთ აფხაზებს და აღიარეთ, ანუ. ოღონდ როგორც თანასწორუფლებიან. არა, როგორც ხო. ანუ ეს კაცი ვერ ახერხებს
მაგალითად ვიღაცა რუსეთის მოყვარე, რუსეთუმე საშუალო სტატისტიკური, თქვათ, ქართველისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ აი რუსეთი არ გავაღიზიანოთ, მის თვალშიც კი ამ კაცმა ვერაფერი ვერ გააკეთა. ვერაფერი ვერ გააკეთა და თან ამავდროულად ხალხო მოლდოვამ ჩვენზე უფრო პატარა ქვეყანამ, ჩვენზე უფრო მცირე რიცხოვანმა დაამტკიცა და პრაქტიკულად წყალში ჩაუყარა მთელი პროპაგანდა ქართულ ოცნებას. ანუ მოლდოვა არც ომში ჩართულა. პრაქტიკულად, რა ვიცი, უკრაინის საზღვართან და უკრაინასა და ევროპელი ხელისუფლება რუსეთი ძალიან დიდი წილით ჩაერია მის არჩევნებში, მაგრამ წააგო რუსეთმა, რომელსაც ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს ამ არჩევნების ჯერჯერობით, ანუ მოლდოვის მაგალითმა ქართულ ოცნებას მთელი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა, ამიტომაც ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ გაგვიჭირდება მოლდოვასთვის ამ არჩევნების ჩატარებულად გამოცხადება და გამარჯვების მილოცვა სანდუსთვის, იმიტომ რომ ისინი დღემდე DSS წევრები არიან, რაღაცა უნდა ეთქვა და ვერაფერი ვერ თქვეს ამის გარდა. ამიტომაც არ ვიცი, მართლა ძალიან კატასტროფული ვითარებაა, ეხლა თქვენ სანამ ჩაერთვებოდით, რაღაც სიურრეალისტური სურათიც კი შეიძლება და ყოფილიყო აქეთ გელას ჩვენი თანამებრძოლის და ძალიან კარგი ქართველის დაკავებულია პატიმრის ხარდასაჭერი ის გვაქვს, რა ქვიან, გამოსახულება ჩართული. აქეთ ჩვენს თანამებრძოლს მარიკას დაბადების დღე ჰქონდა და მიულოცეთ და მანამდე 20 წუთით ადრე გამოიარა თვრალმა თხრობის ქვეშ მყოფმა ადამიანმა, რომელმაც აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და შემდგომ პოლიცია იდგა მშვიდად ამ ყველაფერს უყურებდა არა და რომელიმე აქციის მონაწილეს რომ მიეყენებინა შეურაცხყოფა სხვა გამლელი ადამიანებისთვის და შეეგინებინა ხელი რომ ასე თქვათ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მომზადებულიყო პოლიცია და გაგვაკავებდა იმ წუთასვე და ეს გრძელდება ბოლო 2 კვირის განმავლობაში მე-6 თუ მე-7 შემთხვევა, როდესაც ანუ აქ ბათუმში დაკავებების პროვოცირებას აკეთებს, რომ დააკავოს ვინმე. კი ბატონო, იმიტომ რომ ეს 30 ადამიანიც კი ქართულ ოცნებას ხელს უშლის, ქართულ ოცნებას ეუბნება, რომ მიუხედავად შენი ყველა რეპრესიული მექანიზმისა, მე მაინც ვდგავარ. მე მაინც ვუწყადებ სოლიდარობას მზია ამაღლობელს, გელა ხასაიას, ანრუ ჭიჭინაძეს და სხვა ყველა პოლიტიკურ პარტიას და ვიბრძოლებ მანამ სანამ შემიძლია და ეხლა თუ უბრალოდ ყველანაირ ზღვარს გადალახავენ და ალბათ გადალახავენ უბრალოდ აქ დგომის გამო, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს დააკავებენ, ну ალბათ ამას არ იზამენ, მაგრამ შეიძლება მოგვისცენ ასევე მთვალით საკუთარი ტიტუშკები, რომლებსაც ალბათ დღეში უხდიან 50 ლარსან და ათრობენ რაღაცა იაფას და შემდეგ დააკავებენ მოქალაქეს აქტივისტს. ჩვენ იმიტომ რომ ვიღაცა პროვოცირებაზე გამოგვიძახა. პრინციპში გელა ხასაიასაც რაღაც მსგავსი აბსურდული ბრალდებას უყენებენ, ხო? არც ერთი ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს, არც ერთი კადრი არაფერი არ არსებობს გარდა პირთა ჩვენებისა და ეს პირებიც კიდე ქართულ ოცნებასთან რო არიან დაკავშირებული შეზღუდვები, ამიტომ ძალიან კარგად ვიცით, ამიტომ თავისუფლება და სოლიდარობა გელა ხასაიას და სინდისის ყველა პარტიას. მადლობა მალხას. მთელი კომენტარისათვის შეგახსენებთ, რომ ბათუმელების ლაივსტრიმს ახლა შემოვერთით, რომ დღეს აქტივისტთა გირჩი მეთი თავისუფლების წევს გელა ხასაიას ბრალი წაუყენეს და მას პრინციპში როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, რაღაც აბსურდულ რაღაცას ედავებიან, არც იცის ზუსტად გელა ხასაიამ რას ედავებიან, თუმცა ის ვერსია, რაც ვთქვათ, პროკურატურამ გაავრცელა, რეალურად ამაში საუბრობს პროკურატურა იმას, რომ გელა ხასაიას ვიღაც დაესხა თავს და თავდაცვის დროს თურმე ხასაიამ ვიღაცას რაღაც ხელი დაუზიანა თუ მსგავსი რაღაც. რაც არის სრული აბსურდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქართული ოცნება გამოდის, რომ აუქმებს ქვეყანაში თავდაცვის უფლებას და თუ ვინმე დაგესხმება ვთქვათ თავს და შენ ამ თავდაცვის დროს თუ კი თავდამსხმელი რაიმე ტიპის ზიანს მიიღებს, შეიძლება მაინც აქეთ დაგაკავონ და აქეთ შეგედაონ, აი ეს მოცემულობა გვაქვს. დღეს მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში. ჩაგდავთ ბათუმელებში. თუ წაიკითხეთ ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც მე-13 წელიწადზე მათი მმართველობის გამოაქვეყნა, პრინციპში ის საუბრობს მხოლოდ ღალატზე, საუბრობს გარემტრებზე და რაღაც ხო, შიდა, ასე რომ ვთქვათ, პრობლემებზე, ხო? რა განცდა დაგჩათ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ? პრინციპში ის რომ არაფერს საუბრობს ამ ქვეყნის განვითარებაზე, ვთქვათ,
რამე თუ მიუძღვით საერთოდ წვლილი ამ ქვეყნის განვითარებაში ამ 13 წლის მანძილზე, ხედავთ რომ ამაზე არ არის საუბარი. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგჭირთ აი ამ წერილიდან? ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილი, რომელიც გამოქვეყნდა, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რეალურად რა მდგომარეობაშია ქართული ოცნება და როგორი პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ზურგი აქვს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია უკვე არ დგომი მოსახლეობაც და მათ შორის ის ხალხი, ვინც უკვე წელიწადია თითქმის აქციებზე გამოდის, უწოდეთ ბანდას. ხო, ეს არის რეალური ბანდა, დღეს გამოვიდა მაფიოზური ოჯახის მეთაური, რომელმაც ნუ გააკეთა განცხადება, რომ აი ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვიმარჯვებთ და აუცილებლად გავალთ იმ შედეგამდე, რაც დაგჭირდით. რაღაცა აი კომუნისტური პერიოდი გამახსენა, როცა მე ხშირად გამიგონია და მისწავლია მათ შორის, რომ აი კომუნისტების დროს იყო, რომ აი ჩვენ დაგვრჩა 3 წელი რომ გადავასწროთ ამერიკას, რაღაცა დაგვრჩა 5 წელი რომ გადაუსწროთ ვიღაცას. ანუ რეალურად აქ არ არის არანაირ სტატისტიკაზე საუბარი, არ არის არანაირ რაღაც რეალურ წარმატებაზე საუბარი, არის რაღაცა ეფემერულ წარმატებებზე, რომ აი ოდესღაც ჩვენ რაღაცას მივაღწევთ. ეს არის რეალურად სიმპტომი ქართული ოცნების, რომ მათ აღარ დარჩათ დასაყრდენი არაფერი, მათ არ აქვს არაფერი სასაუბრო, ისინი საკუთარი პარტიის წევრებს და მინისტრებს იჭერენ და უბრალოდ ვერ იტყვიან იმაზე, რომ საუბრობდაში და ღალატზეც, ანუ ვერ იტყვიან იმას, რომ რაღაცა ჩვენ წარმატებული მთავრობა ვართ, ხო, იმიტომ რომ აგერ ხედავთ მინისტრებს დაპატიმრებულს, მინისტრების მოადგილეებს, განყოფილების თავმჯდომარეებს და რეალურად ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ყოველ წარუმატებელია მათი ხელისუფლებაში ყოფნა, მათ არაფერზე არ აქვს სასაუბრო. გარდა ორი რამისა, ეს არის შიში, რომ იმოქმედონ შიშზე, ვისაც ეშინია, რომ რაღაცა მოხდება და ჩვენ ვითომ ვიღაცა დაგვიკლოს ან შემოგვიტევს და ეს არის რეალურად აი ეს რაღაცა ფსევდო ვითომ პატრიოტული სულისკვეთება, რომ ჩვენ აი მშვიდობას და არავის არ უნდა ომი. არცნი არ მინდა და მოგონილ მტერზე, მტრის ხატზე საუბარი, გარე მტერზე საუბარი ნიშნავს, რომ თვითონაც შიშის ქვეშ არის. ხოდაშორის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყობახიძის განმარტებები, რომელიც მან გააკეთა რეალურად ევროპული საზოგადოებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ მათ გადასარევად იციან, რომ ის, რასაც ისინი აი ამ საკუთარ ამომრჩევლებზე ყიდიან, ეს deep state რაღაცა მტერი, ხო? ეს არ მუშაობს კი არა, ეს უბრალოდ დასაცინია მთელი მსოფლიოს მიერ. ისინი ამაზე ვერ ილაპარაკებენ ევროპაში, ვერ ილაპარაკებენ ამერიკაში, ეს მხოლოდ ადგილობრივებისთვის არის გათვლილი, მათი დაშინებისთვის და მათი კიდევ ერთხელ აი მათ გონიათ ქართულ ოცნებას, რომ საქართველოში ცხოვრობს სულელი მოსახლეობა, რომელსაც არ შეუძლია წერა, კითხვა და საკითხulis გაანალიზება. რეალურად ეს არის პროპაგანდისტი ავრცელებს ასე, თითქოს აი ახალგაზრდები ვერაზროვნებენ, ჩვენ ვართ ესე იგი თითქოს ანალიზის უნარი არაფერი არ ვიცით, არაფერი არ გაგვიკეთებია ამ ცხოვრებაში, წარმოდგენა არა გვაქვს რა არის საქართველო, ხა მეც ახალგაზრდა ვარ და რავი, მე მაგალითად 6 ენაზე ვლაპარაკობ, თავისუფლად უმაღლესი განათლებაც მაქვს და ყოველ შემთხვევაში არ მაქვს იმაზე პრეტენზია, რომ ვიღაცაზე ჭკვიანი ვარ, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ არავისზე ნაკლები გონებრივი შესაძლებლობები არ გამაჩნია, როგორც ახალი თაობა, ასევე ძველი თაობასთან მიმართებაში და რატომ აყენებ შეურაცხყოფას მე ჩემი ქვეყნის თუნდაც რომელიმე თანამდებობის პირი, რომელიც მეუბნება, რომ მე ვინმეზე ნაკლები ვარ, ან ვინმეზე რამე წამიკითხავს ნაკლები, ან ჩემი ქვეყნის ისტორია ვინმეზე ნაკლებად ვიცი, ან გული შემტკივა, ხო? ეს რეალურად არის კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამ ხალხს წარმოდგენა არ აქვს რა ქვეყანას მართავენ. საქართველოში რეალურად პატრიოტიზმი და აი ეს სიყვარული ქვეყნის მიმართ არ ჭირდება ამას სწავლა. ეს ქართველი რო იბადება მასთან ერთად არის ჩვენთვის და ჩემთვის პირადად არავის არ უსწავლებია, რომ მე დედა უნდა მიყვარდეს, მამა უნდა მიყვარდეს. მე ესეთად დავიბადე. ისევე როგორც არავის არ უსწავლებია ჩემთვის, რომ სამშობლო უნდა მიყვარდეს. მე სხვა არ გამაჩნია, ეს არის ჩემი ქვეყანა, მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და მინდა რომ აქ დავიმარხო და აქ ვიცხოვრო მთელი ჩემი ცხოვრება, რაც ნუ იმედი მაქვს, რომ დარჩენილი მაქვს ბევრი, მაგრამ რაც დამჩენილი მაქვს, მინდა რომ აქ ვიცხოვრო და აქ დავიმარხო, იმიტომ რომ ეს არის ჩემი სამშობლო. აქ მარხია ჩემი წინაპრები, მათი წინაპრები და მე ესე შემტკივა გული, მე ესე ვხედავ ამ პროცესს და ქართულ ოცნებას რეალურად ამის წართმევა უნდა ჩვენთვის, ვინც დღეს საქართველოში ქართველებს ართმევს ქართველობას, აი ამ ფსევდო ვითომ რო იძახია რომ ქართველობას ვართმევენ, ეს არის მხოლოდ ქართული ოცნება, რომელიც აი ამ სულის ჩაკლას ცდილობს. აი უბრალოდ სირცხვილი მე არ მინდა უბრალოდ ის სიტყვები ვიხმარო, რასაც გულში ვთვლი და ვფიქრობ ბატონ შათელიშვილზე, რომელმაც განცხადება გააკეთა, რომ ესე იგი წადით დატოვეთ ქვეყანა და ჩვენ დაგვიტმეთო. ეს არის შეურაცხყოფა ჩემნაირი ადამიანისთვის, რომ რას ქვია ქვეყანა დავტოვო, რატომ უნდა მე ეს ქვეყანა მიყვარს, მე ამ ქვეყნისთვის მიმსახურია, რაღაცა გამიკეთებია, ხო? რატომ უნდა დავტოვო ქვეყანა, რომ შათელიშვილს არ მოვწონო, არ ამიტომ უნდა წავიდე? ანუ
ეს არის მთელი მიზანი, რომ ვინც არ მოწონს შათილიშვილს და რუსული მიზანია ალბათ. ვინც არ მოწონს ივანიშვილს, ესე იგი ჩვენ მოაზროვნე ხალხმა და დავტოვოთ ქვეყანა და ამ ბნელებს უნდა დავტოვოთ და აი გელა ხასაიას დაკავებაც რაღაც ერთგვარი სიმბოლოა, ნახეთ მას წაართვეს სახლი, წაართვეს კუთხე რუსებმა ოკუპირებული რეგიონიდან გამოიქცა და აქ დააკავა რუსულმა რეჟიმმა, ხო? აკეთებს, ხო, ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფელი თითოეული მოქალაქისთვის, რომ ადამიანს აკავებენ ღისით, მზისით ყოველგვარი მიზეზის გარეშე აქ სამართალთან არანაირი ჩვენ ზიამაღლობელი საქმე გვაჩვენა, რომ არანაირი შემხებლობა სამართალთან გეოლდა სასამართლოს არ გააჩნია. იქ სამართლებრივი დავა არ მიმდინარეობს, იქ პროცესი, რომ მე მართალი ვარ, შემთხვევი ვარ, არ მიმდინარეობს. იქ ერთადერთი რამ მიმდინარეობს, რას იტყვის ბიძინა და რას დაავალებს კონკრეტულ მოსამართლეს. მხოლოდ ამაზე დგას დღევანდელი საქართველოს სასამართლო. ეს სასამართლოც არ არის, ეს არის ბიძინას სახლი. როგორც სასამართლო არის ვითომ სამართლის სახლი, ეს არის ბიძინას სახლი და რასაც ბიძინა იტყვის, ისე იქნება და ამან ყველაფერმა ეს გვაჩვენა სწორედ ქართველებს, რომ დღეს, როდესაც სხვა ძალა აღარ დაგვრჩენია, ერთადერთი ძალა ეს არის ბრძოლა, ერთიანობა. აქ დგომი ადამიანების უმეტესობა აპირებს, რომ 4-ში თბილისში წავიდეს და იქ დაიცვას თავისი ღირსება და თავისი ქვეყნის ღირსება, მათ შორის მეც ვიქნები 4 ოქტომბერს იქ და ჩვენ ყველანი შევხედავთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს დავინახავთ ყველა, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. დღეს სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მე უბრალოდ მოსახლეობას მინდა მიმართო, რომ აი აქ ვინც დგავართ ხო ეხა ხალხი ხო? მე მინდა მათ უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს თქვენ ჭირდებით შიშრები. აი ჩვენ ჭირდებით მამაცები. ბიძინა ივანიშვილს თქვენ ჭირდებით ღარიბები. და ჩვენ ყველას ვინც აქ დგავართ, ჭირდებით მდიდრები და შეძლებულები. ბიძინას მხოლოდ თქვენი ხმა უნდა, მეტი არაფერი. და ჩვენ თქვენი გულები გვჭირდება, იმიტომ რომ ქართველის გული არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი მტრის წინაშე, რამაც საუკუნეები გაგვაცლებინა და მოგვიყვანა აქამდე. აი ამ სულისკვეთებამ, რომ ჩვენ არ ვნებდებით მტერს. და ჩვენ აი ეს გული გვჭირდება, ეს სიმამაცე გვჭირდება თქვენგან და 4 ოქტომბერს ყველას გელოდებით, იმიტომ რომ ეს არის რეალურად თარიღი, როდესაც ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, როგორც რუსეთის უკანა ეზო და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის ჩვენი მთავარი საბრძოლო და ამ ბრძოლაში ჩვენ უკან არ დავიხევთ, იმიტომ რომ უკან აღარაფერი აღარ არის დასახევი. როგორც დავით აღმაშენებელმა უთხრა, ხო, უკან საქართველოა. ხიდები ჩახერგილია ჩვენთვის, ვინც ამ ბრძოლაში ვართ. ხიდები ჩახერგილია ჩვენ, ნუ ექნება ქართულ ოცნებას იმის ილუზია, რომ ან დაგგვლის, ან შეგვეშინდება. არც არაფრის გვეშინია და არც დავიღლებით რა. ბრძოლა იქნება ბოლომდე და ამ ბრძოლაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. აქ ხო არ იყავით მაშინ ვიღაც ტიტუშკა მე მგონი მოსულა დადის და იმ მომენტში არ ყოფილა, მაგრამ ხომ არ ცდილობს ოცნება ვთქვათ, რომ პროვოკაციით დააკავოს ადამიანები, რა განსაკუთრება თქვენ ამას რომ ვიღაცა მოგვიგზავნოს, უკვე იცის ალბათ რომ აქ დაშინება, აქ ვინც ხალხი დგას, ხო 300 დღეა უკვე წვიმაჩქარში არ დგას, ახლა ამათი დაშინება და შეშინება. პირიქით ეს არის რომ ესე იგი რაღაცა პროვოკაციაზე წამოგვაგოს, ჩვენ პასუხი გავცეთ და მე დაგვიჭიროს პოლიციამ, ეს არის მათი მიზანი სხვა, მათ რეალურად უკვე დასაყრდენი აღარ დარჩათ ვიღაცა ტიტუშკები, ვინც არც სახელი იცის არავინ, არც გვარი, არც ადამიანად ვარგიან, არც კაცად ვარგიან, არც ბათუმლებად ვარგიან, ხო რეალურად არიან ვიღაცა მართლა აი ტალაძეს რო უყვარს, აკაცუკებია, უსახელო, უგვარო ადამიანები, რომლებიც მოდიან და რაღაცა ცდილობენ რომ პროვოკაციად წამოგვეგონ, მაგრამ ამასაც გადავლახავთ, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე მაღლა ვდგავართ. ჩვენი ბრძოლა არის საერთოდ სხვა მასში გადატანილი, სხვა მეტაფიზიკაში. ჩვენ ქვეყნისთვის ვიბრძვით, ჩვენი თავებისთვის ვიბრძვით და აი რაღაცა ესეთ უმნიშვნელო პროვოკაციაზე ჩვენ რა თქმა უნდა არც ამოვაგებით და ეს არის სიცხვილი, ამას ვცდილობენ და უბრალოდ მათ მინდა ვიმართო რომ ვისაც დაიქირავებენ კიდე რომ აი ესე გააკეთონ, შეგწყვეთ რა თქვენი თავების ბოლო-ბოლო რომ რავი შვილები ყავთ და შვილები გეზდებათ. ხო არ უნდა დაამახსოვრდეთ თენ ქალაქს როგორც ვიღაცა აი ოცნების შნირი რა, სიცხვილია, გამოფხიზდით ხალხი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა კომენტარისათვის. შევეცდები რომ გავესაუბრო სხვებსაც. ქალბატონო ნარგიზ, მოგესალმებით. ახალი სინდისის პატიმარი ყავს ფაქტობრივად, გელა ხასაია დააკავეს და როგორც ვიცით, სხვა პოლიტპატიმრების შემთხვევაშიც ფაქტობრივად აბსურდულ ბრალდებას ედავებიან, ხო? თვითონაც არის ის გელა ხასაიამ რას ედავებიან.
გაქვთ მოლოდინი რომ რეჟიმი 4 ოქტომბრამდე ვთქვათ უფრო მოუჭერს მარწუხებს, შეეცდება მეტ პროვოკაციებს, რა განცდა გაქვთ, რა მოლოდინი გაქვთ და ივანიშვილის წერილის ხო არ გადაავლეთ თვალი ვთქვათ მის მესიჯებს, სადაც ის საუბრობს ვთქვათ სულ ღალატზე, ხალხის მტრებზე, ქვეყნის მტრებზე საუბრობს და არაფერს ამბობს ვთქვათ იმაზე რა გაუკეთა საერთოდ ოცნებამ ამ 13 წლის განმავლობაში ქვეყანას და რა მოლოდინები გაქვთ ამ 4 ოქტომბერთან თვითონ არის და თუ მოღალატები არიან ვინ შექმნა თვითონმა ხო მოიყვანა ენდობოდა მან მისცა მაგის დანაშაულების უფლებები მიუშვა რომ არგუმენტები ქონოდა და აი კუთხეში კომპრომატები რო ქონოდა შემდეგ მასთვის კი და ვისაბრალებს თვითონ არის ყველაფერში დამნაშავე და მოლოდინი რა თქმა უნდა არა ესენი არიან იმდენად გასურილი ყველანაირად რომ არც გასაქცევი გზა არა და აი ყველა გზა მოიჭრეს თვითონ ჩაიხერგეს ეს გზა არ გაიხედენ წინ ხალხს საერთოდ არის ერთხელაც არ მოუვიდათ აზრად რომ ამდენი ხანია ხალხი იბრძვის ვერთი დაველაპარაკოთ მოვიწვიოთ დებატებში დავжეთ რამოდენიმეჯერ მე მოწოდება მქონდა რომ საზმაო მიგუწიოს მშობლები ყობახიძეს შეგვდეს მშობლებს ყველაფერში იგნორს აკეთებენ და აი ბუნება გაუკეთებს მაგენს იგნორს აუცილებლად გაუკეთებს ბუნება იგნორს ერთი ის ვიცი რომ ქვეყანა გადარჩება როდის ზუსტად არ ვიცი მაგრამ ჩვენი ქვეყანა ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ არის ახლა და ღმერთს მადლობა რომ არიან ხალხი რომელიც ბრძოლობს ამ ქვეყნისთვის ამ ქვეყნის გადარჩენისთვის და მათი შვილებისთვისაც ბრძოლობენ ახალგაზრდებისთვის და ყველა რა მოხუცებს. პრინციპში თქვენ აი სინდისის პატიმრების დედებს თვალს გადევნებთ. ფაქტობრივად შემოიარეთ მთელი რეგიონები, ხო? და ძალიან ბევრი ადამიანი რაც კადრებში რასაც ვხედავთ, ხდებიან ანუ სოლიდარული განწყობით, თქვათ, ესმით ქვეყანაში რა ხდება, ესმით თქვათ ის რეპრესიები, რაშიც მოაქცია, ხო, ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანა. რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, თქვათ, იქ როგორი განწყობაა და ბოლოს და ბოლოს გაახელენ თუ არა ადამიანები თვალებს და დაინახავენ რეალობას, ანუ პროპაგანდის იქით. გაქვთ მოლოდინი რომ გამოიხედავენ ადამიანები და შეაფასებენ მოვლენებს. არის ეგეთი ადამიანები, რო აქვთ კითხვები და რო საუბრობენ მაგ თემაზე, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობენ. იმიტომ რომ საჯარო სამსახურში ვარ, ბანკის ვალი მაქვს, გამანთავისუფლებელი. აი ეს არ მესმის კიდე. და მე რა რომ ბანკის ვალი მაქვს და გამანთავისუფლებელი. ცოტა ხანში აუცილებელი ზარი ხო არ არის? თუმცა სამსახურზე და ბანკის ვალზე მნიშვნელოვანი დღეს არის სამშობლოს ინტერესები, ხო? ვიწროვ. უფლებას აძლევ დაგაშანტაჟოს. ჭაობში ჩაიყვანო, შენ რო არ შეგეშინდება, მე რო არ შემეშინდება და იმას რო არ შეეშინდება, რა სიზამს? ვერც ვერაფერს ვერ იზამს. ამიტომ ეგეც ხალხის ბრალი. ხალხი უნდა იყოს თავის მაღლეზე და მთავრობას უნდა ეშინოდეს, რომ აი არაფერი შეგვეშალოს, თორე ხალხი გაგვანადგურდა. იმედია ეს თაობამ ასეთი წამოვა. მადლობა ხალბატონო ნარგიზ. მადლობა კომენტარისთვის. აქციაზე იმყოფებით. ბათუმელების ლაივში ჩაქრთავთ. ხომ არ წაგიკითხავთ შემთხვევით ივანიშვილის დღევანდელი წერილი და რას ფიქრობ? 13 წელია ხელისუფლებაში არიან და საუბრობდა მხოლოდ იმაზე, რომ აი წუხს შიდა პარტიულ ღალატზე, მხოლოდ გარემტრებს ახსენებს და არაფერს საუბრობს თქვათ, რა გაუკეთეს ხალხს რეალურად, რამე გაუკეთეს თუ არა საერთოდ, გარდა თქვათ რეპრესიებისა და აი კრიზისისა, რის წინაშე დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. თქვენ რას ფიქრობთ საერთოდ ოცნებაზე და იმ მოლოდინებზე, რაც გვაქვს თუნდაც 4 ოქტომბერს ან შემდეგ ამ ბრძოლაზე? რას ფიქრობდა? ვინც ეს პარტია მოიყვანა, ოცნება, ქართული ოცნება, ვინ შექმნა ბესელიას თამადობით,
უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, ვინ იყო მარგველაშვილი, ყველა უნდა აგოს პასუხი, რომ ასეთი კაი კაცი რომ მომიყვანეს საქართველოს დავით 13 წელი და ვერ მევიშორეთ ჭირი ეს ჭირი. ამიტომ პირველ მაგერ უნდა გამოვიდეთ. რა ფორმით შეიძლება ამ ჭირის მოშორება თქვენ, როგორც თქვა ამბობ თქვენ? რა ფორმით ჩვენ გვერდზის რუსეთის KGB, FSB გვერდზის. ხო და FSB-ს მაგას თუსის მიერ დაანახე. ქცევს ძალაუფლების ხელშია. ჩვენც რაღაც პასუხი უნდა გავცეთ, სანამ არ გავცეთ საკუთარ პასუხს. პასუხს ცარიელი ხელით ვერ გავცეთ. აჰა, როგორ უნდა გავცეთ? რაღაც ჯოხები, დროშები სტარეთ რომ მივისურვოთ. დროშები ჩქარა. აპირებ წასვლას 4 ოქტომბერს თბილისში. ვიძინა ეს ბაზარკა დაგვიტოვა პუტინმა, მაგარი ბაზარკა გამოგზავნახით. ჩვენ გაუგზავნით, შეძლებს ქართველი ხალხი რომ უკან დაუბრუნოს პუტინს. ღირსი ვარ, ჩვენ ვაპატიეთ იოსელიანს, კიტოვას ვაპატიეთ. დიდუბის პანთეონში გავდასავითომ გმირია, არაკაცი. შავარდაძემაც გაყედა საქართველოს, აბა ვერ გააკეთა შავარდაძემ. იოსელიანის მაგაცი ვარ, აფხანაგი ვარ და იგიც მასეთი გამოგდეს სამწუხაროდ და გაყედული საქართველოს. დაგვიტოვა ესა. ეს კიდე ახალი საჩუქარი გამოგზავნა 13 წელი ხალი ცოლს აგდებს ქმარი ზოგიერთი წელიწადში და 13 წელი ვერ მევიშორეთ ეს ჭირი, რუსული ჭირი. მაგრამ მეეშოროს ქართული ხალხი. კარგით, მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. ქალბატონო ნინო, ხო არ გაქვს სურვილი? გაგვის კარგით, მადლობა. ბათუმელების ლაივ ჩართვას ვინც ახლა შემოუერთით, ისევ შეგახსენებთ მეგობრებო, რომ მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები მე-9 თვე არიან პროტესტში. მოქალაქეების თავარი მოთხოვნა არის, რომ საქართველოში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, 50-ზე მეტი პოლიტპატიმარია დღეს ციხეში და მათი რიცხვი შემცირების ნაცვლად იზრდება. გელა ხასაიეც დააკავეს გუშინ და დღეს იყო ბრალის წარდგენა. და ეს ბრალდებები პრინციპში არის ძალიან ხშირად დაუსაბუთებელი, აბსურდული. და აი ამის მიუხედავად, თქვათ, ყველაზე აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც ჩართული არიან აი ამ საპროტესტო აქციებში, რომლის მიზანიც არის, რომ საქართველო გათავისუფლდეს რუსული გავლენებისაგან და რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს შეზღუდული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღარ ექმნებოდეს საფრთხე ადამიანის უფლებებს, რომ დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უფლება და ამ ქვეყნის მოსახლეობის მთავარი ინტერესი და ისიც რომ ეს ინტერესი არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ისიც რომ ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, ასევე არაღიარა ქართული ოცნების მიერ გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და შესაბამისად ლეგიტიმაცია ვერ მიიღო ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისგან და ამის მიუხედავად ქართული ოცნება, რომელსაც თავისივე მოსახლეობა ეძახის არალეგიტიმურს და არა კონსტიტუციურ ხელისუფლებას, აპირებს რომ ჩაატაროს 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის პროტესტში, ბოიკოტს უცხადებს ამ არჩევნებს და არ მონაწილეობს ამ არჩევნებში და შესაბამისად მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებიც იქნება მორიგის სპეცოპერაცია, გასული არჩევნების მსგავსად და იქნება თვითმმართველობის არჩევნების მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებაც არალეგიტიმური, რადგანაც ამ არჩევნებს ატარებს არალეგიტიმური და არაღიარებული ქართული ოცნების ხელისუფლება. ასევე მოსახლეობა აპროტესტებს პოლიტპატიმრების უკანონო დაჭერებს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. თქვენ იცით, რომ 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია მასობრივი ხალხმრავალი საპროტესტო აქცია. ბათუმიდანაც ემზადებიან მოქალაქეები ამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. არსებობს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობა, რომ და არაერთხელ მოისმინეთ თქვენ ამის განცხადებები, მსგავსი განცხადებები, რომ 4 ოქტომბერი უნდა იყოს გარდამტეხი დღე, როდესაც დაიწყება ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების სრული დემონტაჟი ქვეყანაში, თუმცა რაღაც გარკვეული ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს დღე არ იყოს თლად დასასრული, მაგრამ შესაძლებელია იყოს რეჟიმის დასასრულის დასაწყისი. აი ეს ამბები გვაქვს დღეს ქვეყანაში. მე გემშვიდობებით ამ დროისთვის და დაგიბრუნდებით ხვალ ტრადიციულად. მადლობა რომ გვიყურებდით. შეგიძლიათ
ახალი ამბები ასევე ქვეყანაში მიმდინარე, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ახალი ამბები მოისმინოთ, გაეცნოთ ჩვენი გამოცემის ვებგვერდზე ბათუმელები ჯიზე და ნეტგაზეთი ჯიზე. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის, გემშვიდობებით, დროებით.